მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ JavaScript-ში ეგრეთ წოდებულ inversion pattern-ზე, რომელიც გვეხმარება ჩვენი კოდი იყოს მეტად წაკითხვადი და ნაკლებად ჩახლართული. მოცემული პატერნის საშუალებას გვაძლევს თავი ავარიდოთ ეგრეთ წოდებულ deep nesting-ს, რომელიც ბევრად რთულია წასაკითხად და გასააზრებლად, ვიდრე სწორხაზოვანი კოდი. რა არის deep nested კოდი? თუ ოდესმე შეგვხვედრიათ კოდი, სადაც if-ის ბლოკები ერთმანეთშია ჩაშენებული და თვალის დევნება გიჭირთ, სწორედ ესაა deep nesting კოდი. ჩახლართული კოდი ჰგავს ლაბირინთს, რაც მეტი დონეა, მით უფრო რთულია მისი გაგება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ფუნქცია, რომელიც ამუშავებს რაღაც შეკვეთას. გავარჩიოთ ეს კოდი. პირველი პირობითი ოპერატორი ამოწმებს თუ საერთოდ არსებობს ეს შეკვეთა, თუ არ არსებობს, იბეჭდება კონსოლში no order provided. შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი if-ი, სადაც ვამოწმებთ ორდერების property-ებს, ანუ item-ებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ვწერთ შესაბამის ტექსტებს. მოკლედ, გვაქვს აქ რამდენიმე ქვედონედ ჩაშლილი კოდი. იმისთვის, რომ ჩვენ ეს კოდი გავიაზროთ, ჩვენს გონებაში უნდა, ასე ვთქვათ, დავთრეკოთ თითოეული if და else ბლოკები და მივყვეთ ასე ნაწილ-ნაწილ. ეს კოდი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ნახეთ რამდენად ღრმაა ჩაშენებული ლოგიკა. თითოეული if-ი ამატებს ახალ ბლოკს, რაც ართულებს კოდის კითხვადობას. სწორედ მსგავს პრობლემას აგვარებს inversion pattern-ი. როგორც თავად სიტყვები გვეუბნება მოცემული მიდგომით, ჯერ ვამოწმებთ იმას, თუ რა შეიძლება იყოს არასწორი და თუ ასეა დავასრულოთ ფუნქცია return-ის დახმარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ return-ის შემდეგ ჩაწერილი კოდი ფუნქციაში უბრალოდ არ შესრულდება. მსგავსი მიდგომით ჩვენი კოდი გახდება მეტად სწორხაზოვანი და წასაკითხადაც შედარებით მარტივია. მოდი ახლა ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ამ კოდის გადაწერა ეგრეთ წოდებული inversion pattern-ის მეთოდით და ესეც ჩვენი კოდი. მოკლედ, პირველ რიგში ვამოწმებთ თუ არ არის შეკვეთა და შესაბამის ლოგირებას ვაკეთებთ, შემდეგ ვამოწმებთ თუ არ არის აიტემები და შესაბამის ლოგირებას ვამოწმებთ, ხოლო შემდეგ ვამოწმებთ თუ ამ აიტემებში საერთოდ არაფერი ინფორმაცია არ მოდის. ხოლო თუ ყველაფერი აი ამას გადავახტებით, შემდეგ შეგვიძლია უკვე დავწეროთ, რომ ორდერი შეიცავს რაღაცა ამდენ items და ასე შემდეგ. მოკლედ, მოცემული ლოგიკით ჯერ ვამოწმებთ თუ რა შეიძლება არ შესრულდეს. თუ მოცემულ მაგალითს გავიაზრებთ, შეგვიძლია გამოვყოთ 3 პუნქტი. თუ რა უპირატესობა აქვს მსგავს მიდგომას. პირველი, მარტივი სტრუქტურა, აღარ გვჭირდება deep nesting-ი, ყველაფერი არის წრფივად ჩაწერილი. ფუნქციის ადრეული შეწყვეტა, თუ რაიმე არასწორია ფუნქცია არ აგრძელებს მუშაობას და მარტივი კითხვადობა. ერთი შეხედვით მარტივად ჩანს თუ რა ხდება ყოველ ბიჭზე. ასევე მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ ერთი inversion pattern-ის მაგალითი, რომელშიც უბრალოდ user-ის მონაცემებს ვამუშავებთ. აქაც ყოველ ბიჭზე ვამოწმებთ შემდეგ რაღაცას, თუ არ არსებობს user-ი, შესაბამის რამეს ვწერთ კონსოლში და return-ის დახმარებით ჩვენი ფუნქცია აღარ აგრძელებს მუშაობას. თუ მომხმარებელი ნაკლებიათ 18 წელზე ვეუბნებით, რომ მომხმარებელი არასრულწლოვანია და ჩვენი ფუნქცია აღარ აგრძელებს მუშაობას და ასე შემდეგ მიუყვებით მანამ, სანამ ამ if ბლოკებს არ გადავახტებით. თუ ეს if-ები არ შესრულდა, დაიბეჭდება კონსოლში user is eligible user name. მოცემულ მაგალითშიც ძალიან მარტივად ჩანს თუ რას აკეთებს ფუნქცია თითოეულ ბიჭზე, თუ არც ერთი if ბლოკი არ შესრულდება, უბრალოდ დაიბეჭდება შემდეგი ინფორმაცია. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გამოვიყენოთ ეს inversion pattern-ი. მოცემული პატერნის რამდენიმე წესი არსებობს, თუ დაგუგლავთ ინტერნეტში და ერთ-ერთია მონაცემების ვალიდაცია, როდესაც ვამოწმებთ მონაცემებს null-ზე ან undefined-ზე, პირობითი ოპერატორების ჯაჭვი, თუ გვაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, deep nesting-ი, ან if-else ბლოკების და ასევე asynchronous კოდთანაც გამოიყენება promise-ებთან და callback-ებთან. Inversion pattern-ი არის მარტივი, მაგრამ ძლიერი ხერხი, რომელიც თქვენს JavaScript კოდს უფრო გასაგებს გახდის. ის გვასწავლის, რომ ჯერ არას ვუპასუხოთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ დადებით შედეგებზე. თუ გსურთ სცადეთ ეს მიდგომა თქვენს პროექტებში, მე პირადად გპირდებით, რომ თქვენი კოდი ბევრად მარტივად გასაგები და მოწესრიგებული გახდება. მე პირადად ვიყენებ მსგავს მიდგომებს უკვე ჩემს პროექტებში და ძალიან კმაყოფილი ვარ კითხვადობით, ვინაიდან ხშირად მიწევს ამა თუ იმ პროექტზე გადართვა და ძალიან მნიშვნელოვანია კოდის ეგრევე წაკითხვა. თუ მოგეწონა მსგავსი ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი, გადადი Waldo.com-ზე, სადაც აი ეს ყველაფერი რაც ვისაუბრე ტექსტურადაა მოცემული
შეგიძლია სტატიასაც გაეცნო და თუ მოგწონს ზოგადად ჩემი შრომა, შეგიძლია ასევე ფინანსურადაც დაეხმარო ჩემს არხს. დეტალები აღწერაშია მითითებული. დროებით მომავალ ვიდეომდე.